გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რატომ არ გეხმიანებათ? თუ გყავთ ადამიანი, რომელიც ამ ბოლო დროს აღარ შემოდის თქვენთან კონტაქტში, არ გირეკავთ, არ გნახულობთ და არ იცით ამას რატომ აკეთებს დაუშვათ, ისეთი სერიოზული არაფერი არ მომხდარა. არც გიკამათიათ და ასე შემდეგ. ნახოთ, რატომ არ გეხმერნებათ? ასეთი ადამიანი ჩაიფიქრეთ, თქვით მისი სახელი გულში და ნახოთ მისი დამახასიათებელი, მისი სიგნიფიკატორი კარტი, რომელიც აღწერს მას. ვინ არის ის, რომ მიხვდეთ, რომ ეს ვიდეო არის თქვენზე? ეს არის ძალიან ისეთი ჩაკეტილი ადამიანი. ეს ადამიანი არასოდეს ამხელს თავის რეალურ მიზნებს, თავის აზრებს. ის რამდენადაც მომხიბვლელია ფიზიკურად და ენერგეტიკულად, იმდენად არის მისტიური და ბურუსით მოცული პიროვნება. ანუ პიროვნება, რომელიც საკუთარ თავზე არ საუბრობს და სხვების, თქვენს ისმენს დაუშვათ, რომ ისაუბროთ თქვენ მას რაღაც მოუყვეთ, ის მოგისმენთ, თუმცა მასზე ძალიან ცოტა სილაპარაკებს, მის გეგმებზე, ასე ვთქვათ, აი დაახლოებით ასეთია თქვენი ადამიანი. თუ დაემთხვა ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ადამიანი ავღწერეთ და თქვენს ადამიანს არ გავს, მაშინ ასკროლეთ და რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე. ეს თქვენი მისტიური და მომხიბლავი ადამიანი. რატომ არ გეხმიანებათ ამ ბოლო დროს? დრო დაახლოებით ესე 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს ძვირფასებო, თუ 1 წელია, 2 წელიან, უფრო მეტი თქვენ მასთან შეხება არ გაქვთ, მაშინ აზრი არ აქვს ნახოთ ეს ვიდეო. 2 მაქსიმუმ 6 თვე მაქსიმუმ. თუ ეს ადამიანი თქვენ არ გეხმიანებათ, რატომ აკეთებს ამას? საინტერესოა, ხავ გეტყვით. ესე იგი, თქვენი ადამიანი არის ძალიან დიდ ილუზიებში. არ გეხმიანებათ, რადგან თვლის, რომ ესე იგი, უკმაყოფილოა ეს ადამიანი რაღაცით, ასე ვთქვათ, მოდით. მან ასე ვთქვათ, განიცადა მან, შეიძლება ითქვას, იმედი გაუცროვდა, უფრო იმედი კი არ გაუცროვდა, რაღაც მარტოდ გრძნობს ადამიანი თავს, მარტობას განიცდის და ეს არის თქვენი დამსახურება თითქოს, ასე ფიქრობს ის. და რატო არ გეხმიანებათ? იმიტომ, რომ თქვენი გრძნოთ თავი მარტოდ. აი, ამიტომ არ გეხმიანებათ. იმიტომ, რომ ეს არის მანიპულაცია მისი მხრიდან, რომ თქვენ დაინახოთ, რომ აი როგორი კარგი პიროვნება, როგორი სიმპათიური შეიძლება ითქვას, როგორი ესე ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანი არ გსურთ თქვენს გვერდით. მას აქვს უამრავი არჩევანი, რო არ გეხმიანებათ, ეს იგულისხმება, რომ მას აქვს უამრავი არჩევანი, თუმცა ის მაინც მარტოობას ირჩევს, რადგან თქვენ ხართ მის მიზნებში. კარგით, მაგრამ მაინც არ ჩანს აქ პასუხი, რატომ არ გეხმიანებათ, უფრო ჩაუღრმავდით, ასე ვთქვათ, საკითხს. რა არის მიზეზი, რომ არ გეხმიანებათ? აქ ძვირფასებო ახლა სხვადასხვა ვარიანტები წამოვიდა.
ზოგთან, ზოგიერთ თქვენგანთან მიზეზი არის ის, რომ თქვენ ძალიან განვითარდით. თქვენ რაღაცა, ესე იგი, არ ჩერდებით ერთ ადგილზე და თქვენს მეს, ასე ვთქვათ, თქვენს უმაღლეს მეს ან ვითარებთ, თქვენ ვითარდებით სულიერად, თქვენ ვითარდებით მენტალურად. შესაძლებელია რაღაც ტკივილის ხარჯზე, რაღაც დეპრესიული მომენტების ხარჯზე, თუმცა მაინც წინ მიიწევთ და ის ვერ ახერხებს თქვენ დაგეწიოთ. ზოგთან არის ეს მომენტი და ძალიან ცოტასთან მისართოთ ამ თემაზე არ მოყვარს საუბარი. თქვენ იცით, ჩემმა ძველმა გამომწერებმა, რომ მე არასოდეს, ასე ვთქვათ, არ ვსაუბრობ ამ თემაზე. ზოგთან არის, რა თქმა უნდა, სასიყვარულო სამკუთხედი. და აქედან გამომდინარე არ გეხმიანებათ ეს ადამიანი. იმიტომ რომ არსებობს მესამე. როდესაც ჩემს არხს ერქვა ზომიერება YouTube-ზე, იქედან გახსოვთ თქვენ, რომ ამ თემას არასოდეს არ ვშლიმე, ასე ვთქვათ, ჩემს გაშლებში. პირად კონსულტაციაში შესაძლებელია, რა თქმა უნდა, დამისვათ ასეთი კითხვები. საჯაროში არასოდეს არ ვსაუბრობ ამაზე. ყველასთან არ არის ძვირფასებო აუცილებელი. ზოგიერთ თქვენგანთან არის ასე. კარგით. კიდევ რა არის იმის მიზეზი, რომ არ გეხმიანებათ თქვენ ეს ადამიანი? უბრალამაზი კარტია, თუმცა არ შემიძლია დაგანახოთ. მამაკაცების შემთხვევაში, თუ კი სამყაროში ვინმე დაბადებულა მამაკაცი, ან მომავალში დაიბადება, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, ეს არის სრულყოფილება. რაღაც შესანიშნავი არკანია, რო შეხედავ, თვალს ვეღარ მოაშორებ, გაჯადოვებს ენერგეტიკა. არ გეხმიანებათ, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ძვირფასებო, იმიტომ რომ მისი აზრი თქვენთვის ასე ჯობია. კიდევ რა არის მიზეზი? ხომართო. არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ. პარადოქსულია, ძალიან უყვარხართ. უდიდესი ემოცია აქვს თქვენს მიმართ გულში. განსაკუთრებით ვინც მამაკაცი ჩაიფიქრეთ. უნაზესი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. ჭეშმარიტ სიყვარულს განიცდის ის თქვენს მიმართ და ეს არის მშვენიერი. ეს არის საოცრება, რაც მოდის არკანები და რა ენერგეტიკაც მოდის. ამიტომ არ გეხმიანებათ. თუ არ შეიძლება ასეთ წინადადებაში, თუმცა მაინც ვიტყვი. თუ ასეა, უფრო არ უნდა შეგეხმიანოთ? რატომ თulis ის რომ უნდა გაჩვენდეს? ღმერთო ჩემო, აი შეხედეთ ძვირფასებო. რატომ არ ამბობს? მიეცემა ამის შანსი მას. აუცილებლად. რადგან ამოვიდა ეს სამკუთხედის თემა, ნახოთ, არის მესამე ადამიანი თქვენ ორს შორის. შესაძლებელია აქ ასეთი რაღაც იყოს ძვირფასებო, რომ კონკრეტულად პიროვნება არ არის თქვენ შორის მესამე, თუმცა პერიოდულად შეიძლება რაღაც ურთიერთობები არსებობდეს, ოღონდ ეს არის დროებითი, ეს არის პერიოდული. სისულელეა იმის ფიქრე, პირდაპირ ვამბობ ხა, რასაც გადმომცემს, ასე ვთქვათ, ეს არკანები. სისულელეა იმაზე ფიქრე, რომ თქვენ შორის შეიძლება ვინმე ჩადგეს. მისი ყველა ფიქრი მომართულია თქვენსკენ, მისი ყველა გზა მოდის თქვენსკენ, ისევე როგორც რომში.
აი რაღაც ასეთი არის მისი ამ ადამიანის ფიქრები და აზრები. გისურვებთ წარმატებებს.